Saħta mamisata da dista sumsens vidisata. Mოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ საერთო ისტორიას, რომ აბრამის მეუღლე რო გარდაიცვალა, აბრამ მოიპოვა იქ დიდი მიწის ნაკვეთი, შეიძინა, სადაც იყო გამოქვაბული ორი მხრიდან იყო შესასვლელი და იქ იმ ადგილზე დაკრძალა. ჩვენ აღვნიშნეთ მაშინ, რომ ეს არის პირველი მიწის ნაკვეთი, რომელიც უკვე საკუთრებაში იყო აბრამის. მანამდე ის მწირობდა, მაგრამ უფალმა მოთხრა, რომ მე მოგცემ ამ ქვეყანას. და აით ხდება ნელ-ნელა უკვე დამკვიდრება აბრამის ამ ქვეყანაში და არა მწირი, არამედ უკვე ფლობელი და მკვიდრი ამ ქვეყნის ხდება. ამას აქვს თავისი ნიშნულობა და სიმბოლური და მისტიურით, რომ ათმული ქვეყანა სული გაგებთ არის სასუფეველი. უფალთან ერთობაში, სადაც ადამიანი სული და ანგელოზებთან ერთად იქნება. მაგრამ მისი სახე არის ათმული ქვეყნის ქვეყანა, რომელშიც ხარობს ჭეშმარიტი სარწმუნება და ჭეშმარიტი ღმერთის დიდება აღესრულება ლოცვა მის მიერ და მის ერთმანეთს ცხოვრება და მისი მიერ მოცემული ჯულით ადათით და ისე განგებით ცხოვრება. და აი ეს აღთმა დადებული ხის მიერ აბრამთან სრულდება. მაგრამ სარას გარდაცვალების შემდეგ აბრამი რჩება მარტო და ისააკი. იქ ითქვა, რომ აბრამს ჰყავდა სხვა ცოლი, ქეთურა, ალბათ ხეთებინა დარბმავლობით იყო და მისგან ჰყავდა შვილები. მაგრამ საერთო ისტორია ყურადღებას ამახვილებს ამ ხარზე, რომელიც ინარჩუნებს აღთმას. ღვთისმიერ დადებულ ადამიანთან ჯერ სამოთხეში, შემდეგ უკვე ნოესთან, წარღვნის შემდეგ და ეს აღთმა ძლდება აბრაამთან დადებული აღთმა, რომელსაც ხარანიდან გამოიყვანა უფალმა ქვეყანაში. სადაც ახლა მკვიდრდება. და მისი საზრუნავი ახლა ხდება, რომ ისააკის დაქორწინება. იყო შთამომავლობა, რომ აბრაამზე და ისააკზე არ შეწყდეს ეს მორჩილება ღვთის კურთხევის მიმართ და აღთმის ასრულება ისევ ამ მოდგმაში უნდა მოქმედებდეს. ამიტომ აბრაამი იბარებს თავის უმნეს სახურს და უთხრა აბრაამმა თავის სახურს, თავის საღვთო ხურცეს, რომელიც განაგებდა ყოველდღეს, რაც იყო მისი. დადე შენი ხელი ჩემს აზრლთქვის და გაფიცებ შენ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს ქვეყანისას. რომ არ მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისააკს, აშულთან ქანანელთან, რომელთა შორისაც მე ვსახლობ. ქანანელების მიმართ ეს დამოკიდებულება არა ეთნიკური ხასიათის არის, არამედ სარწმუნოებრივი, სულიერი. ქანანელები წარმართები არიან. და მათ აიციან ჯული, აიციან ათიმცნება და მათ ის ნაღრევნება, გემოთმოყვარება, გართობა, თამაში, ცეკვა და ასე ვთქვათ, ღრეობები, ეს ბუნებრივი მოვლენა იყო. და ანუ შემესე ღვთისად არ იყო ღმერთთან ურთიერთობით, თუმცა ნატამალი მაინც იმისა, რომ არის ერთი ღმერთი შემოქმედის და ქვეყანისა, რომელიც შესახებ მას ფუნდამენტური წარმოდგენა ჰქონდა და ჩვენ ეს ამს ხდებით, როდესაც გერალის მეფე მოინდომას არასოოდ მოყვანა და უფალმა შეერისხა ის და ხელი არ ხო აბრაამი 13 წელი და ეს მისი ცოლიო და შეწუხდა და გახსოვთ ეს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ასე რომ ნატამალი ერთი ღმერთის რწმენისა იყო იგივე ფარაონიც, როცა უფალი გამოიცხადა, მან ითქვა, რომ მათ ღმერთებზე ამაღლებული ღმერთი არის, რომელიც შემოგცის საქვეყნისა. მაგრამ
კავშირი მასთან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თავის რელიგიურ ცხოვრებაში არ ჰქონდათ და კეთილმოსილები იყვნენ. და თანდათან უფრო ივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს. და ამიტომ ქანანელებიდან არა. ისინი თავის წესჩეულებით შემოვლენ და აირევა სახლი, რასაც მე ვხედავთ, რომ ისააკის შვილებიდან ერთ-ერთმა იაკობი და ესავი და ესავმა ქანანიდან მოიყვან ცოლები და ოჯახში აირეა ურთიერთობები. ამას ჩვენ მე კიდევ ვისაუბრებთ. და ამიტომ ქანანელებიდან ცოლი არ მოიყვანო. ეს ერთი და მეორე ინშოვანი ანუ ეთნიკური მხარეც აქვს რომ ეს სხვა მოდგმა არის. აბრაამი მართლათა მოდგმიდან მოდის. გახსოვთ ნოედან, სემიდან და მე არფაქსადიდან და ბოლოს თარა და მე აბრაამი. და აი ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ როგორ? აბრაამს ხო ყავდა ორი ძმა, ერთი გარდაიცვალა და ნაქორი დარჩენილი ცოცხალია და ნაქორს ოჯახი შექმნა და მას შვილი და შვილიშვილი ყავს. ამიტომ აბრაამს განო აი იქიდანო. ის ახლონაც ესავია ვიტყვით, მაგრამ ეს აბრაამის შვილია და იქიდან შვილიშვილის მოყვანა რამდენი დასაშვები. ჩვენ ვიცით რომ თავიდანვე დასაბამი და როდესაც მეც ადამიანი შექმნა კაცს და მოდგმა ადამი და ევა და ეს ძმები აბელის ნაცვლად შეითია აბელი ხო კაინ მოკვდა და კაინის და აი ეს ორი მოდგმა რომ მრავლდება თავიდან მათი დათმებს შორის და ახლონათესებს შორის იყო დაშებული ქორწინება. მაგრამ როდესაც უკვე საკმაოდ გამრავლდა ხო ერი მაშინ დაიდო ზღვარი უკვე. ეხლა უკვე ამის აუცილებლად აღარ არის. და როგორც ჩანს ისეთის რომ სიწმინდე გენეტიკური შეინარჩუნო აი ამ აღთმის შვილების და მოდგმის და აბრაამი ამჟამად არა მარტო იმ წესჩეულები რაც იყო, არამედ გენეტიკური კავშირიც იყოს ისე იმ მოდგმასთან. იმიტომ რომ გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. და მისი ხასიათზე და იმიტომ რომ ოჯახში იბადება, იზრდება ადამიანი. და გენეტიკა და ოჯახის წესჩეულებები ერთმანეთში თანხმობაში როცა არის, მაშინ პიროვნებაც ჩამოყალიბებული არის და მტკიცე თავის ცხოვრების წესებში და აი ამიტომ სხობს რომ იქ ქანანიდან მოიყვან. არამედ ჩვენს ქვეყანაში, სადაც დავიბადე, ჩემს ტომში, სადაც ვიყავი, იქ მოუყვანე ცოლი ჩემს ძეს, ისააკს. ჩემ ტომში წადი და იქ მოყვანე, ანუ ქვეყანა რომში დავიბადე. აქედან შეიძლება ვკითხო ურში დაიბადა თუ ალბათ ხარანში, მაგრამ ქვეყანა რომში დავიბადე. ალბათ იგორი ხარანი. თუმცა დაბადება, მარტო ფიზიკური დაბადება არ არის. ადამიანის ზრდა გარემოში, ეს დაბადება, პიროვნება იზრდება იმ გარემოში. და როგორც პიროვნება ყალიბდება იმ ხასიათის იმ წესჩვევებისაც ოჯახში არის და რაც გარშემო არის და ამიტომ მისთვის ეს არის ქვეყანა სადაც დაიბადა. ამ შემთხვევაში ნაქორი დარჩა ხარანში და იქ გამრავლდა. აბრამის ხარანის მისი სამშობლოა და უბრი უკვე დავიწყებული, უიდან წამოსული არის ის გარდახანია. და უთხრა მას მსახურმა, რომ არ მოინდომოს დედაკაცა წამოსვლა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში და დავაბრუნო შენი ძე ქვეყანაში, სადაც გამოხვედი. და უთხრა მას აბრაამმა, გააფრთხილდი, შენ არ დააბრუნო ჩემი ძე იქ. აი ხედავთ,
კიდე როგორ სიფრთხილეს იჩენს აბრაამი, რომ მართალია მისი ძმის ოჯახია, მართალია და გენეტიკურად ეს კავშირი აქვს, იმასაც ცოტა მილქა ყავდა ისინი ახლონად ესავიაზე, აბრაამის ისაც და მაგრამ იქ ისააკი არ წავიდეს. იმიტომ რომ გარემო მაინც წარმართული არის. იმ ხარეში მიცხოვრობს და შესაბამისად თვითონ ნაქორის ოჯახში მისი შვილების და შვილიშვილის ოჯახში უკვე ნებითუნებლით თაყვანისმცემლის ელემენტები შემოდის. ჩვენ ამას ვერ ვნახავთ, როდესაც ის შვილი იაკობი იქ იქნება და გამოიყვანს იქიდან დაოჯახდება და გამოიყვანს ხოლმე რომ იქ პატარა საოჯახო კერპები უკვე შემოღებული იყო. ამიტომ აბრაამს არ უნდა რომ იმ გარემოში აღმოჩნდეს ისააკი და გაერიოს ჭეშმარიტ სარწმუნოება გერთაყვანისმცემლობასთან. რაც ნახორის ოჯახში უკვე ეს პროცესი დაწყებული იყო. და რა როგორ მოიხსნა შემსახური და აბრაამი ეუბნება უფალი ღმერთი ცის და ღმერთი ქვეყანისა რომ გამოიყვანა ჩემი მამის სახლიდან და ქვეყნიდან სადაც დავიბადე რომელიც მელაპარაკა მე და შემოფიცა მე და მითხრა შენ მოგცემ ამ ქვეყანას და შენს თესო იქ გაგზავნის თავის ანგელოს იგი და შენ წინ და მოუყვანა ცოლ ჩემს თეს ისააკს იქიდან. აი სასოება აბრაამისა ამაში გამოიხატა რომ ჩვენ ადამიანად ხო შეიძლება უარი თქვას სადღაც წავიდე აქ მამის სახლში ვარ და მოდი ისიც აქ შემოვიდეს და ჩვენს ოჯახში აბრაამს არა უფალმა დადო ახლა რომ ამ ქვეყანას შენ მოგცემ და შენ თესო ეს თესი მარტო ისააკი არ არის ეს თესი არის მოდგმობერი ისააკი იაკობის 12 ვაჟის და 12 ტომის და ეს თესი არის ამ მოდგმაში ამ ტომში იუდა ტომში უფალი მოდის აი პერსპექტივა აზოვნებისა ჭეშმარიტ მორწმუნისა მარადილობისკენ არის იმართული მაგის ცხოვრება სასომი ცხოვრებისა და მაგის ცხოვრების ღირებულებათა სისტემა არის დღევანდელი ცივილიზაციის განსხვავებით ხო ამაზე მე ეს ცალკე სასაუბრო თემა და ამიტომ მეუბნო რომ რახან უფალმა ახთმა დადო და მითხრა შენ იქნება ეს იგი აქ უნდა მოვიდეს ის ასული და ისააკი აქედან არ უნდა წავიდეს აქ უნდა იყოს ანუ ახთმ ქვეყანაში მამის ოჯახში და იმ წესშუალებით ას ოჯახში ადარგენილი და წარმართებთან ურთიერთობა არ აქვს თუმცა გარშემო ქანაანები ცხოვრობენ მაგრამ მათთან ურთიერთობა არ აქვს გარდა იმ შემთხვევებისა უხდა გერარის მეფესთან ქონდა აბიმელექთან ქონდა ურთიერთობა და შემდეგ აი სარას დაკრძალვის დროს როცა მიწა შეიძინა ეს ურთიერთობა ქონდა მაგრამ ეს ოჯახის წიაღში ურთიერთობა არ ვითარდება და ხოლო აბრაამი უბრება თუ არ მოინდომს დედაკაცი წამოსვლას შენთან ერთად ამ ქვეყანაში თავისუფალი იქნები ამ ფიცისგან ხოლო ჩემს ძეს ნუ დაბრუნებ იქ აი როგორი სასოება აბრაამისა რომ თუ არ წამოვიდა ესე იგი ღვთის განგება არ არის ეს თუ არ წამოვიდა მაშინ ისააკი აქ უნდა დარჩეს და დანარჩეს მე უფალი განაგებს მაგრამ აბრაამმა ბოლომდე უნდა უერთგულოს უფალს და ეს არის რომ ეს ახთმული ქვეყანა და აქ უნდა იყოს მისი შთამომავლობა ამ ქვეყანაში უნდა იყოს სხვაგან არ უნდა გადასახდეს არ უნდა წავიდეს
თუმცა ვიცით რომ მე დგება ჟამი და მთელ სოფლიოში ვრცელდება ეს მოდგმა, მაგრამ ცენტრი მაინც არის აღთქმული ქვეყანა. და აი ამაზე უფალი და დადო მსახურმა თავის ხელია აბრაამის თავის ბატონის საზარდულის ქვეშ და შეფიცა მას და ამ სიტყვაზე და თან წაიყვანა მსახურმა 10 აკლემი თავის ბატონის აკლემიდან და წაიღო თავის ბატონის მთელი სიმდიდრიდან ნაწილი და ადგა და წავიდა შონდინათში ნაქორის ქალაქში. ხო. ანუ მართალი ეს მანე ეს ელიაზარი არ არის მორწმუნე და თავის ცნობიერებით მაინც ის ჯერ კიდევ ოჩენს წარმართია. თუმცა აბრამის ოჯახში ის მორჩილება იმ წესჩეულებას და კანონს, რომელიც არის აბრამის მიერ დადგენილი. ანუ ხდება გარკვეულწილად წარმართი ადამიანის, ერთ მსახური არის. პატიოს სიკეთის ინდის მსახური არის. და აი ასეთი ტიპის წარმართი ჭეშმარიტ მორწმუნე ადამიანთან ურთიერთობაში ისიც ნაცვლდება და მაშინ ჩნდება ჭეშმარიტი რწმენა. ანუ საწყისი რწმენისა თავს დაიდებს იქ ადგილს მის გულში და გონებაში. ამას ჩვენ ხომ ნახავთ. და როცა უკვე მივიდა იმ ქალაქთან, ნაქორის ქალაქთან, დააწია აკლემი ქალაქის გარეთ წყლის ჭარსთან შეღამებისას, როცა გამოდიოდნენ მერწყულები. ხა პაპანაკევაში ხადია არავინ არ გამოდიოდა, ამ ჩვენ გახსოვთ სახარებაში მათ ხოჭასთან გაჩერდა სამარი დედიკაცია და ეს შეეთი შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ის თვით განგების საქმე იყო. და დაელოდა გამოვლენ ახლა და დიდად წყლის მოსატანად გზავნიდნენ ოჯახის ასულებს. მსახურ ქალებს აიმოთ გზავნიდნენ. და დაელოდა ქალაქში არ შევიდა. და იქ ყველა გაფანტულია, ყველა თავის სახლი აქვს, თავის ქუჩები აქვს და როგორ ეძებოს და აქ ყველა გამორჩეული ახალგაზრდები, ასაკონი ქალები არ მოიდოდნენ, ესე ახალგაზრდებს, ოჯახის შვილებს და შვილიშვილებს აგზავნიდნენ წყლის მოსატანად. მათი მოვალეობა იყო. ამიტომ აქ ის ნახავდა ყველას ერთად მოსულს და იქიდან მე როგორ გამორჩევდა, აი აქ ჩანს სწორედ რომ აბრაამთან ურთიერთობისას რაღაცა საწყისი ჭეშმარიტ რწმენისა მაშინ ჩნდება. და თქვა უფალო ღმერთო ჩემი ბატონის აბრაამისაო წარმართე გზა ჩემი წინაშე დღეს და უყავი წყალობა შენს ბატონს აბრაამს. წარმართია, მაგრამ აბრაამი უყვარს მარტო იმიტომ რომ მსახურება ემორჩილება. იმის წესჩეულება, ურთიერთობა, პატივისცემა, პიროვნების იხსება, გაფრთხილება, ზომიერება, ხო, მაგრამ სათო რას ადამიანის ღირსებას, პიროვნულ ღირსებას შესაბამება ხედავს აბრაამში. მაგრამ მის მიერ პატივისცემას და სიყვარულს აქ და დაჯერებას მის სიტყვის. და ეხლა ლოცულობს თავისთვის და აბრაამისთვის. აი უკვე და აბრაამის ღმერთს მიმართავს. მან არის ის სახელი ღმერთისა. მაგრამ ღმერთი აბრაამს უმზესავს, გახსოვთ მირიამი თეთრში როცა დაბრუნდა მზე, რა თქვა? აი ნინოს ღმერთო, მიშველეო. აი მართალი ადამიანი არის ეს ხიდი ჭეშმარიტ ღმერთთან და ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან. და როცა ხედავთ იმის განსხვავებულობას და ღირსებას და მიღწმენის ნაყოფსაც ხედავ, მაშინ რომ იმას თავის ღმერთს მაინც ღმერთი რაღაცა ძლიერი ღმერთიაო და ასე შეიძლება მოხდეს მოქცევა და აი ამას ხედავთ და ეს საინტერესო. უფალო ღმერთო ჩემი ბატონის აბრაამისო, წარმართე გზა ჩემ წინაშე დღეს
და ყავს შენ ბატონს აბრამს. აჰა, მე ვდგავარ წყლის წყაროსთან. ხოლო ქალაქის მკვიდრთან ასულები გამოდიან წყლის ამოსავსებად. და იქნება ქალწული, რომელსაც მე ვეტყვი, დახარე შენი ჭურჭელი და რომ დავლიო და მეტყვის მე დალიე და შესაძლებსაც დალევინებ, ვიდრე არ დაწყვეტებიან, ეს გაუმზადე ჩემს მონას ისაკს. და ამით გავიგებ, რომ უყავი წყალობა ჩემს ბატონს აბრაამს. ხედავთ, თელ პირობას დებს. აბრაამს მეთქოთ, პირობას რომ რა ნიშნით უნდა გამოარჩიოს. არა სახით, არა სამოსლით, სამკაულებით, არამედ ქცევით. მან იცის აბრაამის ხასიათი. იქ ოჯახში გართობები, თეკვა თამაში და მხიარულება ზედმეტი და ღრეობები არ იყო. ამიტომ ღირსება ადამიანის, ღირსეული ურთიერთობები. და ამიტომ მოსიტყვას, რომ რომელია სტუმრის პატივისცემა. და სტუმრის მიმართ გულისხმიერება, ყურადღება. მე უცხო კაცი ვარ. აი გამოვლენ ახლა ისინი. მე რო ვეტყვი, რა ერთს ვეტყვი. აი შენ თუ დახარე ისინი სატული და დამალევინე წყალი. და ჩემ აქლებსაც იქ სპეციალური იყო აუზი, სადაც მე მჭიდან წყალი ასხამე წყალს და მე აქლებები თუ სახედარი თუ ცხენი იქნებოდა, იქიდან იმ გობიდან სვამდნენ წყალს. აი თუ ეს ანუ როგორც სტუმარს უცხო ადამიანს პატივცემით ეს მოექცევა, ანუ ეს პიროვნება ისეთი ღირსია, რომ აბრაამის ოჯახში შევიდეს. ანუ ამას ეუბნება, მას უფალს, მე თუ აბრაამისაო და დევსო, აი ამ ნიშნით მე გამოვარჩიო, სხვა ნიშნით ვერ გამოვარჩიო. და ითხოვს, რომ ამ ნიშნით უფალმა აჩვენოს ვინ უნდა წაიყვანოს და დაიყო იგი დამთავრდა ლაპარაკ გონებაში, აჰა რებეკა გამოდიოდა აბრაამის ძმის ნაქორის ცოლის მილქას ძის ბათუელის შობილი და ედგა ჭურჭელი მხარზე. ხოლო ქალწული იყო ძლიერ მშვენიერი შესახედად. ქალწული იყო მამაკაცთან შეცდო იყო და ჩავიდა წყაროზე. ააშო ჭურჭელი და ამოვიდა. და გაიქცა მსახური მის შესაგებად და უთხრა, დამალევინ მე ცოტა წყალი შენ ჭურჭლიდან. ესე იგი, რომ უნდა ჩასულიყო, წყარო ქვევით იყო ეს და ანუ იქ უკვე ახლებებს ჩაიყვანდა. ზევით დატოვა. და როდესაც დაინახა ეს ქალწული ამოდის უკვე და აი საავსო თავისით და მაშინ თქო დამალევინეო. უნებია ცხელ ქვეყანაში ანა გზავრი რომ გამოიარა ეს უდაბნო ხარე მოსყუდებოდა წყალი. და რას პასუხობს რებეკა? ხოლო მან უთხრა, დალიე ბატონო და იჩქარა და ჩამოიდგა ჭურჭელი თავის კლავზე და დაალევინა მას, ვიდრე არ მოიგო ურბილი მსახურმა. და უთხრა, შენს აქლემსეს დავაწყურებ, ვიდრე ყველა არ დაალევსო. და იჩქარა და დაცალა ჭურჭელი საწყურში და გაიქცა ისევ ჭისკენ წყლის ამოსაღებიდან დააწყულა ყველა აქლემი. ხედავთ? მრას ითხოვა ღვთისგან ნიშანი აბრაამის სახურმა ზუსტად ისრულდება. აი ამით ხდება, რომ აბრაამის ღმერთი ჭეშმარიტ ღმერთია. გულისხმიერია და ისმენს ვედრებას, როდესაც მართალი ადამიანისა. და ამ შემთხვევაში ეს სახური კი არ არის თავხსემა ჭეშმარიტ ღმერთისა, მაგრამ პატივცემს თავის ბატონს, რომელიც ემსახურება მაღალ ღმერთს. და ამიტომ აი ღმერთს მივართავს, რომელიც და აბრაამის გულისთვის გთხოვ, რომ
დამანახე. მის კურთხევას, მის დავალებას ვასრულებ მე და შემეწიე მე. ანუ უფალი ყველას ისმენს, ყველას სიტყვას, ყველა ადამიანის. და ვინ ჭირშმარიტ მიმართოს, ისიც იღებს და რათა შეიმესოს ჭირშმარიტ ღმერთი და მოიქცეს მისგან. აი, ეს ხდება და ხოლო კაცი აკვირდებოდა მას და გაჩუმდა, რათა გამოიცნო წარმართო მისი გზა თუ არა. და იყო როცა დაარტყულა ყველა აკლემი, აიღო კაცმა ოქროს საყურეები თითო დრაქმის წონას და 2 სამაჯური მისი ხელებისთვის 10 ოქრო იყო მათი წონა. და კითხა მას და უთხრა, ვისი ასული ხარ? მითხარი მე, თუ არის მამაშენთან ადგილი ჩვენთვის დასასვენებლათო. ხო, ეხლა საოცარი ეს მსახურიც როგორი გულისხმობ ადამიანია. ეკითხება, კი, ნაწილი მისი თხოვნის შესრულდა. მოვიდა ასული, დაალევინა და თვითონ გამოხატა სული შენ აკლებზე დაალევინებს. შენ თუ მოგწყობა იმათაც ხომ მოწყდებოდათ. ცოცხალი არსება, იწვრთისილება, იმასაც წინდება მოლაპარაკება და დახმარება და იმათ თვითონ თავის ინიციატივით მოუტანა და თხოვნა მსახურის ღვთის მიმართ, როგორ ნიშანი რო გამორჩა, აი თვითონ რომ მეტყვის და ამან უთხრა. ეხლა ეს რომ ხო შეიძლება დამთხევა იყოს. ვისი ხარო შენო? რომელი ოჯახიდან ხარ? და მაგრამ იკითხება, რომ იქ გაჩერდე და დავისვენე ღამე გავათიო. მიზანს არ ეუბნება. და პასუხს მიიღო და უთხრა მას ასულმა, ბათურის ასული ვარ მე ვქრას თისა, რომ უშვა ნაქორს. ნაქორი. აი ეს ნაქორი აბრამის ძმა იყო, ესე ზუსტად მივიდა იქ. ანუ ეს ასული იმოდგინდან არის. ანუ რისაც აბრამა გამოგზავნა, ზუსტად იქ მივიდა და ის მიიგება და მას შორის უკვე აი ესეთი სტუმართმოყვარეობის ურთიერთობა ღარიბდება. და ეხლა ეუბნება რომ და უთხრას მას ეს რებეკა ეუბნება, ბზეს და საკვების ბევრია ჩვენთან, არ გვით დასასვენებლად და მოეწონა კაცს და თაყვანისცა უფალს. აი, როგორ ხდება მოქცევა წარმართისა. აქამდე კარგია ხომ მე ჩემი ღმერთი წასავით ისორი არასორი იმის და საქმით დაინახა. ითხოვა მიეცა და მიეცა ის რისის წამოშული იყო თავის ბატონის დავალებით. და ანუ წარიმართა მისი გზა, რაც ითხოვა ღვთისგან, წარმოიდგინე გზა ჩემ დღეს, აი წარიმართა ეს გზა ზუსტად მიზნობრივად საერთოდ გზავის და ეუბნება და თქვა, კურთხეულია უფალი ღმერთი ჩემი ბატონის აბრაამისა, რომელმაც არ მოაკლო თავის სიმართლე და ჭირშმარიტად ჩემს ბატონს. მე წარმოვართა გზა უფალმა ჩემი ბატონის ძის სახლისკენ. ხო, ჩემი ბატონის ძმის უკაცრავად ძმის. და გაიქცა ყვაწური ხალხი და შეატყობინა თავის დედას, დედის სახლს ეს სიტყვები. ხო, რებეკას ძმა ჰყავდა, რომ სახელი იყო ლაბანი და გაიქცა ლაბანი იმ კაცთან გარეთ წყაროზე. ესე იგი რებეკა რომ ირბინა იქ თავის დედის სახლში წავიდა. ბათურის ასული ვარო და ბათული არის შვილი ნაქორის. მაგრამ თავის დედის სახლს ახსენებს. ხო, დედის სახლში მივიდა. ისინი შეიძლება თვალი ან სხვაგან კიდე გადავიდა და სხვა სახლში ცხოვრობს და ეს სახლი დედის სახლი იყო. და გახსოვთ აბრაამის გარკვეული დროის შემდეგ მერე ის ერთ ადგილას ცხოვრობდა და სარას იგი სახლი სხვაგან იყო. თუ
თუმცა მათ შორის ურთიერთობა და შეხვედრები და ოჯახური ურთიერთობა გრძელდებოდა. ხო, რაღაცა ეს ალბათ იყო ტრადიცია, რომ გარკვეულ დროში ნაშრომდებოდა ერთმანეთს, მე ის ერთად იყვნენ. და აი ამ დედის სახლში ხდება ეს და ну, დედის ხაზით ათესობას მე ვისაუბრებთ. და ლაბანმა მინდა იყო და დაინახა საყურეები ლაბანმა და სამაჯურები თავის დის ხელებზე, თორსა გაიგო სიტყვები რებეკას თავისი დის, რომელიც თქვა ასე მინა, რომ ეს კაცი წავიდა იმ კაცთან, რომელიც იდგა აქლემებთან წყაროზე. და უთხრა მოდი შემოდიო. და უთხეული უფალი რისის დგახარ გარეთ. მე გამზადებული მაქვს სახლი და ადგილი აქლემებისთვის. იგი კი ლაბანი არ ისწავს, მაგრამ რაც რებეკა მოყვა და უთხრა რომ ახსენა რომ ჩემი ბატონის აბრაამის ღმერთი შემეწია მეო. ესე იგი აბრაამისგან გამოგზავნილია. ნუ აბრაამი მას ლაბანს იგი ბაბუად ეკუთვნის, ანუ მისი ბაბუის ძმა არის, ნაქორის ძმა. და მის შესახებ ცოტა ჰქონდათ, იცოდა როგორც აბრაამმა იცოდა ნაქორის ამბები, ნაქორმა იცოდა აბრაამის ამბები, იცოდა. და ანუ ეს ადამიანი და თან კიდევ საჩუქრები მისდას, აი საყურები და სამაჯურები მოძა. ესე შემთხვევით არ არის ეს, არ ხდება, ამიტომ აქ ვსტუმრად მოყვეს პრინციპი არის, რომ ოჯახის მამაკაცს უნდა შეიპატიჟოს. ის არის ოჯახის უფროსი და ლაბანი მას იპატიჟება. და შევიდა კაცი სახლში და გადმოტვირთა აქლემები და მის ბზე საკვები აქლემებს და წყალი მისი ფეხების და მასთან მყოფ კაცების ფეხების დასაბანად. ნუ ეს ძველი წესი იყო, აი ხელქვეყანაში ნამგზავრები დასიცხული ადამიანები რომ მიდოდა გაუგრილებდნენ ფეხებში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ხუვალება იქ იყო და აწუხებდა ადამიანს და აი ნიშნავდა ეს მტვერი რაც აიკიდა მას გზავრობის დროს ეს მოიბანოსო და მშვიდად დაიძინოს და დაისვენოს აქ. და დაუდო მას პურები საჭმელს და თქვა ეხლა აი საოცარი ამ სახურის მოქმედება და მისი ღირსების მაჩვენებელი რომ შუფრა გაუშალეს და ისევ არა. მე ამისთვის არ მოვედი აქ. და ჯერ საქმე. მე შუფრა მე იყოსო. აი ხო დაღლილი შეიძლება ნუ რომ შეიძლება იყო რამდენად და შეიძლება თავის აგზელიც ხონდა, მაგრამ მასა პასუხისგებლობა აბრაამის და ეხლა როდესაც დარწმუნდა რომ აბრაამის ღმერთი ჭეშმარიტ ღმერთია, რომელიც ისმენს ადამიანს მართალი ადამიანის ვედრებას და ასრულებს და შეეწევა მას და იფაროს და იცავს, იგი მithumetes მეტი პატივისცემა ეკუთვნის ასეთ ადამიანს. და ეუბნება არ ჩევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი მე ჩემს საქმეს და უთხრეს თქვა აბრაამის სახური ვარ მე, უფალმა აკუთხა ჩემი ბატონი ბრიად და ამაღდა და მისცა მას ცხრები და ხმოები, ვეცხვი და ოქრო, მონები და მხევლები, აქლემები და სახედრები. და უშვა სარამ ჩემ ბატონის ცოლმა ერთი ძე ჩემს ბატონს. მას შემდეგ და რაც მოხუცი და იგი და მისცა მას ყოველი რაც იყო მისი. და დამაფიცა მე ჩემმა ბატონმა და მითხრა არ მოუყვან ცოლი ჩემს ძეს ასულთან ქანანოთა, რომელთა შორისაც მე სახლობ მათ ქვეყანაში, არამედ მამა ჩემის სახლში და ჩემს ტომში წადი და მოუყვანე ცოლი ჩემი ძეს იქიდანო. და უთხრა ჩემს ბატონს რომ არ წამოვიდეს და ანუ ეხლა იხსენებს ეს მსახური
თავის მოგზაურობის ისტორიას, როგორ მოხდა, როგორ უთხრა აბრაამს, თუ აზამობა და მე უთყავსა რომ მოვიდა გულში თქვა რომ რანიშით გამოვიცნო ვინ არისო და ეს ყველაფერი აღსრულდა. ანუ აუწყებს ღვთის განგების მოქმედებას, ამით უკვე თანაზიერი ხდება ჭეშმარიტ სარწმუნოების. რომ თვითონ არის გაუგნებული და გახარებული, რომ აი მის ცხოვრებაში მან ის აღმოჩნდა გაკეთა, რომ არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ისმენს თავის ერთგულმსახურის სიტყვას და ასრულებს მას. და ასე აი ამ ისტორიას მოყვება და ამბობს ახლა რომ დააკეთეთ მისის ყოველთ თაყვანი მისცი უფალს და ვაკურთხე უფალ ღმერთი ჩემი ბატონის აბრაამისა ვაკურთხეო რომელმაც წარმათა მე ჭეშმარიტების გზაზე აი წარმათა მოქცევის გზა ერთ-ერთი მაგალითი სწორედ არის და ჩვენ დღეს წარმართეს ვეძახით ადამიანს ვინც აი ამ თანაცილიზაციის სისტემით არის მოხიბლული და დავიწყებული ეკლესია, უფალი, რწმენა, ჟული, მცნება და უფრო რაღაც ამას თავისუფლებას ეძახიან და სიმბოლოში ეს არის დაცული ბუნების გამოვლინება. დაშლინება ადამიანს აქვს, მაგრამ დაშლინება ადამიანის ღვთის ხატების ნიშანია. იმიტომ ღმერთი აქვს თავისუფლება, მაგრამ ღმერთი თავისუფლება მიმართულია სასიკეთოდ, სიმართლით და წყალობით ადამიანის მიმართ და ზრუნავს მისი ცხოვრებისთვის. და ჩვენი თავისუფლებისკენ არის მიმართული, დაშლინება ბუნების თავისუფლება თვითნებობისკენ, ამპარტონების, ანგარებისკენ. ამიტომ მოქცევა ამ მედიკელებისგან დაცულების ახასიათებს თავისუფალი ნებით უნდა ხდებოდეს რწმენით და თავისუფლებით მე არჩევა უფლის გზის მისი ცნებებით, მისი სიტყვით და მისი ჭულით და წესებით და აი ასე გამოიქცა ეს სახური ამიტომ თუ მოიღეთ თქვენ წყალობას და სამართალს ჩემ ბატონის მიმართ მაუწყეთ მე ხო თუ არა მაუწყეთ მე რათა გავბრუნდე მარჯვნივ ან მარცხნივ. ეხლა უშო კი ეს მოგიყევით. ეხლა თქვენ განსაჯეთ. გამატანთ თუ არა თქვენ ამასულსო აი აბრაამის დეს ისააკს ცოლად მეუყვანა. ეს თუ გამატანთ კარგი, თუ არა, მაშინ ავდგივით წავალმე. და ასეთი ამის მოყოლის შემდეგ რომ ერთია რომ აბრაამი მათის უცხო არ არის. მეორე მისი ოჯახი და მე აი ეს ამბები როგორ განაგო უფალმა ყველაფერი სასიკეთოდ. ეხლა მათი გადასაწყვეტია. ლაბანის და ნაქორის. და შევჩერდებით ამაზე უკვე ხანგრძლივი საუბარი სავალელია. თუმცა შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენ. როგორ დასრულდება ეს და როგორ დაბრუნდება ეს სახური თავის ბატონ აბრაამთან. მე თან დაგვწევთ.